ადამიანის რეალობას განსაზღვრავს მისი აღქმა და აღქმის თავისებურებები, აღქმული ინფორმაციის შეფასების სისტემა და შეფასების შედეგად მიღებული დასკვნები. აღქმაზე პასუხისმგებელია ჩვენი სენსორული სისტემა, ეს არის მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო და ტაქტილური რეცეპტორები. შეფასებაზე ემოციური სფერო, ხოლო დასკვნებზე მენტალური. ზუსტად ამ გზის გავლის შემდეგ მიღებული ინფორმაცია თქვენი რეალობის ნაწილი ხდება. რატომ არის ეს ინფორმაცია სასარგებლო თქვენთვის? თუ თქვენ არ გაწყობთ რეალობა, რომელშიც ხართ, დააკვირდით, რას აღიქვამთ, როგორ აღიქვამთ და რა დასკვნებს აკეთებთ ამასთან დაკავშირებით და იპოვეთ შემზღუდავი ნაწილი. ეს შეიძლება იყოს შეზღუდული აღქმა, ზოგადად შეზღუდული, ან კონკრეტული სფეროთი შეზღუდული. მაგალითად, უყურებ კონკრეტულ არასასიამოვნო ფაქტს და ჩემი ყურადღების და აღქმის მიღმა რჩება ის, რაც მომწონს. ეს შეიძლება იყოს ემოციური სფერო, ფსიქოემოციური პრობლემები, როგორც შეიძლება იყოს დეპრესია და მენტალური სფერო, ეს არის ის რწმენა წარმოდგენები, რომელიც უკვე გაქვთ მიღებული და რომელსაც ქმნით წინა 2 პუნქტის არასათანადო მუშაობის შედეგად. თუ გინდათ შეცვალოთ თქვენი რეალობა და არ იცით როგორ, შეგიძლიათ მოხვიდეთ ფსიქოთერაპიაზე.